მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის YouTube არხი შუქურა და მე მისი წამყვანი ლეონი ვარ. ჩვენი დღევანდელი თემა სოციალური ქსელები. რამდენიმე წლის წინ გავაუქმე სოციალური ქსელები, იმიტომ რომ ტვინი ამიფეთქდა. ამდენი ინფორმაციით და ამდენი ემოციებით. სკროლ რო ავიღოთ. ვაფშე რო გავაუქმო, შეიძლება გაგისწორდეს და დაიკიდოს ხანი, მაგრამ მე რაღაცებს აკლდები რა. სულ რო ჩავარდე და სკროლაში ცხოვრობდე, ეკიდე მეორე უკიდურესობა და ჯობია რომ დააწესო რომ დღეში 9 საათზე მეც არ ვსკროლავ რა. აი დედას ხეცა ვარ, დღეში 9 საათზე მეტი რო ვსკროლო, მაინც ვერ გაიგებ იმაზე მეც, რასაც იმ 9 საათში იგებ. просто მე გონება გათიშულია და უბრალოდ დროს კარგავ. საზღვრებს რო დაუწესებ შენ თავს, სოციალურ ქსელს რა პლუსიც აქვს, იმას გამოიყენებ. ისე რომ არ დაგაზიანებს რა. ერთი ძალიან საცილო ფაქტი მინდა მოგიყვეთ. გავაუქმე, რაც კი მქონდა Facebook-ი, Facebook-ი მქონდა მარტო მაშინ. მაგით კომუნიკაციობდი, ვისაც ვიცნობდი და ისინი ხო ავტომატურად წაიშალენ, ჩემი მეგობრები ხო აღარ იყვნენ. ამეჯერაც შევხვდებოდი ადამიანს, რომელსაც ვიცნობდი, Facebook-ზე წაშლილი მყავდა, როგორ მიყურებდა იცი? უბრალოდ თაობა ისე მიყურებდა, რომ აი ეს მე როგორ გამიკეთე. მე ამის ღირსი ვარ, ან პატარა ბიჭები, რომლებიც ყუნჩილობაში შედიოდნენ და ადამიანის ვაშლი ეძდებოდათ, ისინი ისე მიყურებდნენ, რომ რა ჩემი მტრები იყვნენ, ძმაო და უკვე გეგმავდნენ როგორ გამანადგურებდნენ რა. თავის პატარა ტესტოსტერონით. ეს ყველაფერი ხო შევამჩნიეთ. იყო კიდე ერთი ჩემი ნაცავი მოვიდა და რა მითხრა, რომ გამოგწერე ეგეთიო რა და მანახა მესიჯი რა, თავისი რაც ქონდა, რომ დაჟე რამდენიმე კაცი ვიყავით და იმათაც კითხა, რომ ანუ ეს მივწერეო და ამ პონჩი წამშალო, რა ხდება? ხო მშვიდობაო და ვერ უხსნიდი ხალხს ნორმალურად იმას, რომ просто Facebook-ი გავაუქმე. რომ ვუთხარი, რომ Facebook-ი გავაუქმე, რაღაც კატეგორიამ გაიგო და გაიაზრა. რაღაც კატეგორია ეჭუბდა, რომ მე რო რაღაცა მივწერე მაგის გამო ხوار და ბიჭო, კაროჩე, ესო ცალკეტუნის გადაიქცა. ადამიანები მაინც ჩვენ თავზე ორიენტირებულები ვართ და გონია, რომ აი ჩვენ გამო მოხდა რაღაც. რაც დრო გადის უფრო მეტად ხვდები, რომ ადამიანი რაც უფრო ბავშვურია, უფრო მეტად თავის თავზეა კონცენტრირებული და თუ რამე ხდება სამყაროში, გონია, რომ ამისთვის ხდება მარტო და ამის ბრალია და ამის დამსახურება. თუ კიდე ვერ მიხვდა ვინმე, რატო წაიშალნენ ისინი ჩემი მეგობრობიდან, დღეიდან იცოდეთ, რომ თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, უბრალოდ გავაუქმე. ჩემი ბრალია, ანუ მე გავაკეთე ეგ. ანუ შენ რო წავშალე, კიდე 400 ადამიანი წავშალე. შენ არ ხარ სამიზნე, რომელსაც უმიზნებ. არა, ეგრე არ არის. აი ტელევიზია მართლა რას დაემსგავსა. ტელევიზია მოლპა, YouTube-მა დედა უტირა. გულწრფელობამ დედა უტირა. მე რო შემიძლია აი გნიდას ესე ავდგე და ჩემი ოთახიდან 5 ლარიანი დეკორაციიდან ჩემი საქმელი დაუფიქსირო და ხალხმა ის გაიაზროს, რამდენი ჩემნაირია და როგორი დაარხეული აქვს იმ ფორმატს, რომელიც აი გამოწყობილია და დაზეპირებული ტექსტით და კონკრეტული მიკერძოებით რაღაცაზე საუბრობს. არ ვამბობ იმას, რომ ყველა ტელევიზია მიკერძოებულია, ეგრე არ არის, არ მჯერა მაგის მე, მაგრამ არის ტელევიზიები, რომლებიც მიკერძოებულია. მე არანაირი მიზეზი არ მაქვს, თავის არ დაუფინანსები ვარ, მიკერძოებულად გისაუბროთ რაღაცაზე და ჩემი ცხოვრება მაქვს, სრულად თავისუფალი ვარ მაგ მხრივ. ესეთი ადამიანების ერთობლიობა ანადგურებს ფეიქ ტელევიზიას. თუნდაც ზოგიერთ შემთხვევაში კარგი ტელევიზიას, რომელიც ღირსეულია და მიუკერძოებელია. მაგ შემთხვევაშიც კი ეს ძალიან მაგარი რამეა, იმიტომ რომ ეგრე 500 ლარიანი ტელეფონით ვიღებ და ვაკეთებ YouTube არხს. ჩემ არხს, ხვდები? ძალიან მაგარი რამე ხდება ეგ, ანუ YouTube არის როგორც ეკონომიკაში ფული თვითონ მაგარი მიგნებაა, რომ ძროხასში არიხდი 15 კაბას, კომპიუტერში არიხდი 40 მაგიდას და პროსტა ქეშით აკეთებთ ამას, რომელიც მძიმე ვაფშე არ არის. აი როგორც ეკონომიკისთვის ფულია მიღწევა, ეგრეა ის სოციალური ქსელისთვის YouTube-ი მიღწევა. ძალიან მაგარი მიგნებაა, რომელიც რაც რო გავა, უფრო მეტად დაფასდება ჩემი აზრით. YouTube-ზე მოღვაწეობა რას გავს იცი? აი მიწის ყიდვას. დღეს რო იყდი და 10 წლის მერე 5 მაგი ფასი რო ღირს. რაც არ მომწონს ქართულ YouTube-ში, მოდი გეტყვით, ერთი წარმატებული არხი რო აქვს. წლებია რო აშენებენ და რო ყავთ საკმაოდ დიდი ბევრი გამომწერი. და უსებ 18 არხს რო შექმნიან და 18-ვეზე რო გეუბნები რომ გამოიწერე. დედას ვფიცა ვარ, ქართული იუთუბერები მევასება იმენა და რამდენიმე მიყვარს გონი. მაგრამ კარგ არხს რო უყურებ და უსმენ, იმიტომ რომ სათაკეთებს ის ვნახო, პირველი 5 წუთი რომ მეუბნება იმას რომ ეს გამოიწერე, ჩემო მამიდაშვილმა არხი შექმნა, მოდი ის გამოიწერე, მოდი ესეც გამოიწერე, შენი რამიდის, მოდი შენი მეზობლის, ამიდაშვილის, ქვედა მეზობლის არხი გამოიწერე. ბტვენი მოი რატომ არ გამოიწერო? ანუ ნახე, თავი მუღამი რა არის, შენ YouTube-ზე რო გამოგიწერენ, შენ უნდა გქონდეს ღირებულება, იმიტომ რომ შენ YouTube-ზე წარმატებული ხარ, დიდარი კაცი ხარ. ბევრი რო არ გავატრაგოთ რა. და წარმატებული რო ხარ, ეგრე სხვასაც უნდა. იმ ტიპს რო ეუბნები რომ გამოიწერეო, ეგრე თუ წარმატებული ხდები შენ ძმაო, იმასაც უნდა როზის და ლოგინიდან რო გიყურებს, იმასაც უნდა ეგეთი წარმატება. რა თქმა უნდა არ გამოგიწერთ და არც იმსახურებ. იმიტომ რომ შენ რა პონჩი უნდა იყო იმაზე წარმატებული. იმ შემთხვევაში მხოლოდ თუ შენ მასე პროფესიონალი ხარ, მასე მეტი ნაშრომი გაქვს და მაგ შემთხვევაში არავის არ აქვს პრობლემა. არც იმას, ვინც დამკუტრირებულია დივანზე, არც იმას, ვინც კამერის წინ დგას, ხვდები? და შენ რო ეს დაпроსტად ერთი რაღაც არხი გაგივარდა და რაღაც ეს გამოიწერე, ტვინი მოი
არაფერ ღირებულებას აღარ ქმნი, რა უნდა გამოვიწერო. მესმის რომ თქვა ერთი არხი კარგი კონტენტს და მეორედ შექმნა კარგი, შეიძლება მესამეც კარგი არხი შექმნა, ვინ იცის, მაგრამ შენ ნახე რას აკეთებ, ერთ არხს აკეთებ, სხვა არხებს რას აკეთებ, იცი რომ წელიწადში ერთ ვიდეოს დადებ და თუ ინსტაგრამში რომ გამოიწერე, არ გამოიწერს, იმიტომ რომ გული მერევა ეგეთ რაღაცაზე. რომელიც კარგი აქვს იმას გამოიწერს, იმიტომ რომ მაგიტომ მომწონხარ. იმიტომ კი არა რომ მე 18 არხი შექმნენი. ეგ რას მაგონებს, იცი? ბავშვობაში ვთამაშობდი, ბევრი დებილ თამაშს, Lineage WoW, დებილს იმიტომ ეძახი რომ ბევრი დრო გავასტინე. თორე რაღაც ღირებულება ქონდა ნამდვილად. მან რო ატიხარ ლეველებზე 60-დან 70 ლეველამდე ეს გაცილებით რთულია, ვიდრე 1-დან 60-მდე ახვიდე, ხვდები? იმიტომ რომ მე უკვე სხვა წონის ბრძოლა გიწევს, სხვა ფინანსების ჩადება, სხვა ენერგიის, სხვა დროის და შენი ცხოვრების ჩადება გიწევს, რომ გაზარდო თამასა. იუტუბერებს საჭირთ, იცი რომ რო ავლენ პირობითად ამ მაგალითზე ვიტყვი და არავინ არ მიიღოთ პირადულად. რო ახვალ პირობითად 60,000-ზე აღარ მინდა რომ 70,000-ზე ახვიდე. იმიტომ რომ რაღაც ღირებული უნდა გააკეთო რომ 70,000-ზე ახვიდე. და რას აკეთებ? ახალ არხს აკეთებ და 1-დან 60,000-მდე ცდილობ რომ ახვიდე. იმიტომ რომ აქსელერაციის მუღამი გინდა შენ შეიგრძნო თავიდან. გართობა გინდა რაღაც პუნქტში დაღლილი ხარ. და ეგეთ მომენტში YouTube არხი კი არ უნდა გააკეთო. უნდა წამოწე დაიძინო. ან წახვიდე იმოგზაურო რაღაცა გააკეთო, რაც მოგცემს იმის საშუალებას რომ გონებას განტვირთავს და ცოტახანი დაიწყო ამ საქმიანობას. და მე ესა ახალი ენერგიით შეუდგები, ხვდები? და რამდენი შენაგიდგება, იმდენი არხს რო გააკეთებ. მაგას ხვი აყლიოზე ჩემი აზრით. თამაში ხო არ არის, ცხოვრებაა და ვინც წარმატებული იუთუბერია, იმას მაგარი ცხოვრება აქვს, იმიტომ რომ უყვარს რასაც აკეთებს და პლუს შემოსავალი აქვს და არ უწევს ყუთების თრევა საათში 10 ლარად პირობითად. უსამართლობაა რა, შენ ადგები და გამოიწერე არხი, იმიტომ რომ შენი რა მიდის. ახლა მეორე მომენტი, ახლა რომ დაუჯეროთ ტიპს, რომელმაც YouTube არხი გააკეთა და გეუბნება რომ გამოიწერე და თქვა დაუჯერეთ რა, ჩვენი რა მიდის და გამოიწერეთ. რა ხდება? შენ რო ადრე 50,000-ზე ყავდა ერთი სპონსორი, ეხლა 500,000-ზე ვერ იშოვი ერთ სპონსორს. იმიტომ რომ შენი ლოგიკით რო ამბობ რომ შენი რა მიდის, მაშინ ყველას გამოიწერთ. ტიპს რო დღეს ყავს 500,000 გამომწერი ეყოლება 5 მილიონი პირობითად. რეალურად მაინც არაფერი არ იცვლება, როგორც ინფლაციაა. გამდიდრება რომ მოგინება ფულსო დაბეჭდავ. იმას მალე დედა მოიტყუნება ახალს რა. ეგ არის რომ შენ რო აკითხო, მართლა მასე არ არის რომ ბევრი გამომწერი სპონსორია. ჯერთი გააჩნია რას აკეთებ და მეორე როცა ბაზარზე ძალიან ბევრი იუთუბერი გახდება წარმატებული, იმასთან უკვე ხალხი აღარ მივა. საქმე იმაში კი არ არის რომ შენ ხალხი აგიყურებს. შენ ხალხი გიყურებს, მაგრამ ბევრი იქნება შენაირი, რომელიც უფრო იაფად გააკეთებს რეკლამას და შენ დარჩები ხახამშალი. ფაქტიურად არაფერი არ იცვლება ციფრების გარდა, ანუ subscriber-ების ინფლაცია ხდება მაგ შემთხვევაში. ეგეთ ხალხს მინდა მოგმართოთ, რომ თუ მართლა გინდათ რომ ვიღაცამ გამოგიწეროთ და მოგიწონოთ, ღირებული საქმე გააკეთეთ და გამოგიწერენ და თუ არ გიწერენ, ესე იგი არ აკეთებთ ღირებულ საქმეს. ვერ დააბრალებ ჰეითერს, რომ იმიტომ არ მიწერენ, რომ ჰეითერები მყავს, ტყუილია ძმაო. ეგ მე მყავს ხა ჩვენ მეტი გამომწერი. ნახვები მაქვს უბრალოდ 4,000, მეტი არა. ეგეც შორტები რო დავიწყე მაგით. მე არასდროს არ მithkoms, რომ რაღაც ჩემი არხი დაალაიქე, გამოიჭერე. მე თვითონ არ მევასება ეგ და მე სხვას მაგაზე ვერ ვეტყვი. არ მჯერა რომ ეგ მუშაობს. მე არასდროს არ გამომიწერია სხვისი არხი, იმიტომ რომ მან მითხრა გამოიწერეო. მე იმიტომ გამოიწერია სხვისი არხი, რომ მე მჭირდებოდა, ხვდები? და ეგეთ დონეზე უნდა მივუდგე, რომ მართლა საჭირო რო ვიქნები, ხალხი მე გამომიწერს. ეგ არის რაც რო გავიზრდები, გაიზრდება ჩემი გამომწერების და მართლა არ ვაპირები იმის მას, რომ აი გამოიჭერე და აილაიქე, ანუ ბიჭო, ეგ არის ტვინის. იმიტომ რომ თუ არ მიწერე, ესე იგი არ მოგწონს, ესე იგი რაღაც არ ვარგა. შეიძლება სხვა ჰეითერია, მაგრამ შენ არ ხარ ჰეითერი. იმიტომ არ მიწერე, რომ რაღაცა ღირებული არ აქვს, ესე იგი, ან ღირებული აქვს, მაგრამ ისე არა რომ გამოიწერო. არის კატეგორია, რომ მაინც თავისას უბერავს, ხაც გამოიწერო ყვირის და პლუს ხან ალგორითმს აბრალებს და ხან ამინს. ეგრე არ არის რა. მე არ მიჯერა რომ ეგრეა. Facebook-იც მოვიარეთ, YouTube-საც გადავწვით. გუშინ ვიყავი მაღაზიაში და GoPro-ს მინდა მიკროფონი მეყიდა. წინა ვიდეოში შეგესაუბრეთ. 300 ლარი ღირდა ძმაო და GoPro 1000 ლარი ღირს. დაჟე 800 ლარი ღირს. ვერ დავალაგდი რომ როგორ უნდა ვიყიდო 800 ლარიანი კამერისთვის 300 ლარიანი მიკროფონი. მეძვირება. ან ეხლა მოვძებნი, ამოვიწერო რო იაფად, ან გავაგრძელებ ამით. რისი ტრაკიც მაქვს. რო გადავიღებ მე უკეთესი კამერით, უკეთესი განათებით და ბექგრაუნდით, მე მეყოლება ძმაო გამომწერი. შეიძლება თემატიკაც უნდა შევცვალო, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ რასაც ვაკეთებ მჯერა, ვიცი რომ დროში ამას თავისი ფასი ექნება. გავიზრდები რა, კი დავამატებ რაღაც თემატიკებს აუცილებლად. რუბრიკები იქნება დიდი ალბათობით, ვლოგები და ეგეთი თემები. ანუ ჩემი არხი საბოლოო ჯამში იმაზე იქნება ორიენტირებული, რომ პიროვნულად გავიზარდოთ და მოვიხოდოთ რა, იმიტომ რომ ეს მე ჩემზე კარგად მოქმედებს, ძალიან გამიხარდება თუ თქვენზეც იგივე გავლენა ექნება. და კიდე ნახე განვითარებას აქ ერთი პატარა დამაბნეველი რამ. თავიდან რო იწყებ გონია რომ იცი. კი, რაღაცები ნამდვილად იცი, მაგრამ რაღაცების აზრზე არ ხარ, ხვდები? როგორც ეხა მე გავაწყლები და რო შევხედავ ჩემ თავს და გავიაზრებ რომ აი ამაში მიშლებოდა, ყველა სხვა ბაზარია რა. ეხა ჩემ წინა ვიდეოებს რო უყურებ, ძალიან პირველ ვიდეოებს, ყველა ხვდები რომ რაღაცას ოდნავ უკეთესად გავაკეთებდი და ეგ კარგია. ესე იგი პატარ-პატარა ნაბიჯებს ვაკეთებ. საბოლოო ჯამში ავალ იმკიბეზე ხო? ეგრევე მეცხეზე ხარ ხტები. ნენელადი ხარ. მაგას ეგეთი მოგამით უყურებ. მე მჯერა რომ ძალიან ბევრი რამე არ ვიცი, რომელიც ხა თავში არ მაქვს და აუცილებლად უნდა მივიღო ეს. შეიძლება კონკრეტულ სხვა სფეროში კარგი ვიყო, მაგრამ ამ სფეროში დამწყები ვარ ძმაო. ვაპირებ რომ ვისიამოვნო ამ პროცესით, რასაც განვითარება ქვია. ცოტა აქეთაც გადავუხვი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგ არის რომ შევაჯამოთ, ანუ სოციალური ქსელი ძალიან კარგია, თუ სწორად გამოიყენებ მას. ხო, ეგ ამბავიოსო. კარგად ბრძანდებოდეთ.